წელია, რაც აბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო კონცერტი ტარდება, რომელიც ორ მნიშვნელოვან ფაქტს ხსენებას ბასილი დიდისა და შობა ახალწელს აღნიშნავს. წელს მასში მონაწილეობას ალავერდის ეპარქიის სკოლის ბავშვები და შემოქმედებითი კოლექტივები იღებდნენ. მეც კოთელოვის ქართულ ხალხურ საკონცერტო სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში და დღეს ვიღებ კონცერტში მონაწილეობას. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და გამიხარდება კიდევ თუ მომავალ წელსაც მივიღებთ მონაწილეობას. მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალ წელს ულოცავს ხალხს მეული ერთად ულოცავენ ახალ წელს და რა ვიცი, ყველა ერთად ზეიმობს. აი ის ძველი კარგი წესი, რომ მომავალ ახალ წელს ყველა ცდილობდა, რომ დიდი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა მიეღო, ამ წესის აღორძინებას ვაპირებთ. ჩვენი საზეიმო კონცერტის ბოლოს დავარიგებთ ნამცხვარს, რომელშიდაც ერთში მხოლოდ იქნება აი ეს ოქროს ფული, პირობითად, რკინის ფული და ვისაც ეს შეხვდება, გადაეცემა ხატი სამი მღვდელმთავრის, ასევე სამახსოვრო საჩუქართან ერთად. ეს არის ერთობის, ძველი ქართული ტრადიციის აღდგენის, ახალი საუკეთესო გამოცდილების შეზავება, შეერთების მცდელობა. ჩვენ ყველანი ვართ ერთად, ჩვენთვის დღეს დგება განსაკუთრებულად ახალი წელი 13-ში ღამე და ასეთი საზეიმო განწყობით ვხდებით ახალ წელს. სადღესასწაულო ღონისძიებას სასულიერო პირების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით კონცერტს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც შეუერთდა, რომელმაც საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და მეუფე დავითს აღნიშნული ტრადიციის დამკვიდრებისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი 2014 წელი მინდა ყველა ოჯახისთვის იყოს სიკეთის და ხვავის ბარაკის ერთიანობის, მთლიანობის მომტანი. დღევანდელ ღონისძიებასაც შეეხება მეუფეს აქვს უნიკალური რაღაც მოფიქრებული. ეს არის ერთობით, ერთიანობით, სახალხოობით აღნიშნა ძველი ახალი წლის დადგომის. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ასეთი მშვენიერი ინიციატივისთვის. ჩვეულებრივი შეფასებით დღევანდელ საღამოს ვერ შეაფასებ, იმიტომ რომ ქრისტეში ერთობა, სიხარულში ერთობა. ეს იმდენად დიდი მოვლენაა ყველასთვის, რომ ესეთი რასაც ჩვენ ჩვეულებრივად შეფასების დროს ვამბობთ ხოლმე, ის ძნელია ძალიან ეხლა რო თქვა, აქ თქვენ ხედავთ გახარებულ სახეებს, ერთობით გახარებულ სახეებს, ქრისტეშობით გახარებულ სახეებს, საერთო სიხარულით განათებულ სახეებს. ამიტომ თითოეული ადამიანის გულს ღმერთი ხედავს და შემფასებელიც ღმერთი იქნება. აღნიშნული საახალწლო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ძველი ტრადიციების აღდგენას და საუკეთესო გამოცდილებების შეზავებას, შეერთების მცდელობას, მეორე წელია, რაც ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ტარდება. კონცერტის დასასრულს თოვლის პაპამ ყველა ბავშვს საჩუქარი გადასცა. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.